ვერცხლ გაგახაროთ სულიერი წინსვლა გქონოდეთ ღმერთი მოწყალია ყველაფერს გვაძლევს ასაც რაც ჩვენთვის საჭიროა დაუმსახურებლად გვაძლევს და არ ვიმსახურებ მაგრამ მაინც გვაძლევს იმიტომ რომ უყვარვართ გვაძლევს იმიტომ რომ წინ წავიდეთ გამოვიწრთოთ ძალა ჩვენი რომლებიც ამ ძიმე ცხოვრებაში ძალები გვეფიტება და ხმება ეს ჩვენი სულიერი გამოშრება, გამოხმება ადამიანის სიმბოლურად რო ვთქვა, სულიერი ძალები მისი აღივსოს ახალი ძალით, ახალი ენერგიით, ახალი ჟანგბადით, მეორეს ვთქვა გაეხსნას ასე ვთქვა. და ღვთის მადლით ვცხოვრობთ, ღვთის მადლით. და როგორც შეგვიძლია ვთქვა, პავლე მოციქულთან ერთად ვამოვსებთ. პავლე მოციქული ესეც იტყვებს, ღვთის მადლით ვარ ის რაც ვარ და მის მალწ უქმად არჩეულია ჩემზეო. აი ჩვენც ესე ალბათ ვიტყვით პავლე მოციქულთან ერთად, იმიტომ რომ მართლაც ღვთის მადლით ვარ და ღვთის მადლს და მის მოქმედებას უქმად არ და ვერ ჩაუვლია. როგორც შეიძლება ადამიანზე იმოქმედოს ღვთის მადლმა და იგი ცოტათი უკეთესად მაინც არ გახდეს. და აუცილებლად იმედი თუ აქვს, სარწმუნოება თუ აქვს, იმედი თუ აქვს, სიყვარული, იგი უკეთეს და საუკეთესო აუცილებლად გახდება. თავის კეთილ შედეგს გამოიღებს. მოთმინება უნდა ამას და დროის თქვა დაჩქარება არ შეიძლება. ღვთის მადლი მოქმედებს ისე და მაშინ როცა მანიცის და როცა საჭიროა და რამდენჯერაც და როგორც საჭიროა. ამიტომ პავლე მოციქულის სიტყვებსაც ისევ კორინთელთან გავიმეორებ. ნუ თუ არ იცით რომ თქვენ თავს არ ეკუთვნით, ვინაიდან ძვირი პასით ხართ გამოსყიდული. ქრისტეს სისხლით ვართ გამოსყიდული და არა ოქროთი და ვერცხლით. ქრისტე კი ყველას, როგორც პავლე მოციქული ამბობს მეორე კორინთელში, ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთვის კი აღარ იცოცხლონ. არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღწვა, ესე იგი ქრისტესთვის. აი ქრისტესთვის უნდა ვიცოცხლოთ. და ეს საოცარი სიტყვებია მართლაც. პავლე მოციქული მართლაც რომაელთა ეპისტოლეში ისევ და ისევ აგრძელებს, არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისთვის. ვინაიდან თუ ცოცხლობთ, უფლისთვის ცოცხლობთ და თუ კვდებით, უფლისთვის კვდებით. და ამიტომ ცოცხლობთ და თუ კვდებით, უფლისანი ვართ. რადგან იმისთვის მოკვდა ქრისტე და იცოცხლა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. და გალატელთა მიმართ ეპისტოლეც მინდა შეგახსენოთ, პავლე მოციქული ყოველთვის ახლებურად იგება და იკითხება, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, გენიალური ღვთისმეტყველია მართლაც და საოცარი. მე რჯულით მოკვდი რჯულისათვის, რათა ღვთისათვის ვიცოცხლო. მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული, მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. აი ეს არის მართლაც საოცარი სიტყვები, პავლე მოციქული მართლაც ეს არის უდიდესი მოციქული და იმიტომ არის პეტრე პავლეს მარხვაც ხომ მოდის თავთა მოციქული პეტრე პავლე მოციქული გამოყოფილი როგორც თავთა მოციქული და მიუხედავად იმისა რომ თვითონ პეტრე მოციქული უშუალოდ ქრისტეს ვთქვათ ესწრებოდა მის მიწაზე ცხოვრებას და პავლე მოციქული ვთქვათ მისი უშუალოდ მოწაფე არ იყო თუმცა მისი თავი მოციქული გახდა რადგანაც გახსოვთ დამასკოს გზაზე მისი გამოცხადება ქრისტე რომ გამოეცხადა თავზე დაეცათ გახსოვთ ახლა აღარ მოყვებით წაიკითხეთ ეს გამოეცხადა პირდაპირ ქრისტემ ასწავლა შემდეგ და მთელი ეს კიდევ ცოდნა პავლე მოციქულმა რაც ქრისტემ აღდგომის მერე კიდევ მას ასწავლა მას ეცხადებოდა მან გადმოგვცა ჩვენ და სახარება კიდევ გაგრძელდა რაც სახარებაში წერია ის კიდევ განმარტა და გააგრძელა პავლე მოციქულმა ის დაფარული და თქოს კიდე არ იყო ცნობილი აი რას ამბობს ეს სიტყვები ქრისტეს ყალბით ჩვენივე თავისაგან უნდა ესე იგი რაც უარყოფითია გამთავისუფლდეთ უარყოფ ჩვენი თავი რათა ღმერთისათვის ვიცოცხლოთ რაც კარგია ის გავაღვიოთ და ასე ვთქვათ როგორც ნაკვერჩხალი გავაღვიოთ და გავაცოცხლოთ ჩვენ აღარ ცოცხლობთ ჩვენთვის და აღარ ცხოვრობთ ჩვენთვის რადგან საკუთარ თავს აღარ და ვეღარ ვეკუთვნით პრინციპში მორწმუნე ადამიანი საკუთარ თავს აღარ და ვეღარ ეკუთვნის ჩვენი ცხოვრებისა და რწმენის აზრი მდგომარეობს იმაში რომ ჩვენ ღმერთის მიზნებს ვერ მსახურობთ ღვთის სახურები ვიყოთ ყველა თავის ასე ვთქვათ ჯვარბირთველობის კონტექსტში და ფორმატში ხო და ღვთის წიაღში ვიყოთ უკვე აქ მიწაზეც რა თქმა უნდა ჩვენ მარადიულად როგორც მარადიული არსებების შექმნა და ეს ჩვენი ცხოვრება არასდროს არ თავდება ასე რომ ადამიანი მარადიული ქმნილებაა ეს ჯერ არსებობს ამისა რომ ქრისტე რომელმაც გაგვაჩინა და არაყოფიერიდან ყოფიერში მოგვიყვანა
იგივე ქრისტე მარადიულ ცხოვრებას დამოუკიდრებს და აქაც ჟამბრძელი იქნებით ღვთის ხალობით და ღმერთმა უწყის ყოველივე და იქაც კიდევ ისეთი რამეები აქვს გამზადებული სასწაულში 1000 ქრისტეს, რომ ადამიანს არც გულზე მოვა, ვერც გონებაში მოვა და ვერც იფიქრებს და ვერც მიხვდება. ამიტომ ეს საოცარი სიტყვები, რომ ცხოვრობთ არა ჩვენი თავისთვის, ჩვენი ასე ვთქვათ პირადი მიზნების არამედ ჩვენ ცხოვრობთ ქრისტესთვის და ქრისტე არის ჩვენი სულიერობის აქაც და იქაც ყოველგან წარმმართველი და ამიტომ ვამბობთ ხომ ქრისტე არის ჩვენ შორის. და ხვალ გელოდებით. 9 საათი. 9-ზე დავიწყებ ვერბერად.